ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. გილოცავთ დღევანდელ დღეს განახლებას, აღდგომის განახლებას. ქრისტე აღდგა კუდრეთით ალბათ არის ადამიანთა მეტყველებაში და ენაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, ყველაზე დიდი უწყება, ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც შეიძლება ადამიანმა იგემოს ამ ქვეყნის ცხოვრებაში. რამე თუ ყველაფერი ამაღლებული, სასიკეთო, ადამიანის განწმენდა, ადამიანის განათლება, ადამიანის განახლება, ადამიანის მარადისობაში შერწყმა ღმერთთან შერიგება და დახსნა ჯოჯოხეთისაგან, ტყვეობისაგან, სიცრუვისა, იმ პატარა ჯოჯოხეთში, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ქრისტეს აღდგომით. სხვა ზღალა დედამიწაზე არ არსებობდა რელიგიები, არსებობდა ფილოსოფიები, არსებობდა უდიდესი ადამიანები, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოახერხა ადამიანისთვის მიეცა ეს. დაეხსნა ცოდვისაგან, დაეხსნა დემონური ძალებისაგან და დაეხსნა ჯოჯოხეთისაგან და მიეცა ადამიანისათვის მარადიული ცხოვრება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქრისტეს აღდგომის მთელი ამ მაცხოვრის ჯვარცმის, ვნების, აღდგომის შედეგი არის მშვიდობა. მშვიდობა მთელი ამ მისტერიის შედეგი, რომელიც გოლგოთის მისტერიის შედეგი. მშვიდობა, რომელიც ასე რიგად ჭირდება ადამიანს, მის გარეშე არაფერი არ არის, როცა როგორც საკვები მარილის გარეშე უგემოა და როგორც ხორცი მარილის გარეშე თუ არ შევინახავთ ტყვეობა და იხრწნება, ასე იხრწნება საზოგადოება და ადამიანების ყოფა თუ მას არ აქვს ღვთისმიერი მშვიდობა. მშვიდობა უპირველესი თვისება მშვიდობისა, შინაგანი მშვიდობა უპირატესი და უპირველესი. ადამიანებმა იციან მშვიდობის ფასი და თუ ნახავთ ჩვენ ყველაფერი, რასაც ის აკეთებენ, მშვიდობის ეგითით აკეთებენ ამას. ყველა ეს კანონი, რომელსაც ღებულობენ, ყველა ეს არის მშვიდობისადმი და უთანხმოების ამოსაფხრელად, იარაღსაც კი, რომელსაც ისინი იგონებენ მომაკვდინებლად და საშინელიანად, რომელსაც შეუძლია მთელი სამყარო გაანადგუროს, იმასაც კი მშვიდობის ეგიდით აკეთებენ, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერი იარაღი, ამით უფრო დავიცოთ მშვიდობას. მაგრამ რეალურად რა ხდება? რეალურად რაც უფრო მეტად არის მიწიერი მშვიდობას ესწრაფიან ადამიანები, მით უფრო მეტი შფოთი და მით უფრო მეტი არეულობა, მით უფრო მეტი დაპირისპირება, მით უფრო მეტი ბოღმა და შუღლი არის საზოგადოებაში და ადამიანებში. რადგან მათ დაუტევეს წყარო მშვიდობისა, ღმერთი დაუტევეს და თვითონ ცდილობენ, რომ თვითონ დაამყარონ ეს მშვიდობა და კეთილდღეობა დედამიწაზე. ყველაზე დიდი ცოდვა და სასჯელი არის ღვთის დატევება და უგულებელსყოფა მისი ძალისა, მადლისა და მსახურებისა. ყველაზე დიდი საშიშროებები, ყველაზე დიდი უბედურებები, პავლე მოციქული ამბობს, რომ მამანი თქვენიო, მამებთან მიდიანო და დედანი თქვენი დედებთანო, ანუ მამათ მავლობას, დედათ მავლობასე და ეს იმის გამო ხდებაო, რომ დაუტევეს ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა. წარმოედგინეთ. ესე იგი, ყველაფერი საშინელება, რაც დედამიწაზე ხდება, ადამიანში ეს არის იმის გამო, რომ ადამიანმა დაუტევეს ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. და ამიტომაც გახვეულია მთელი სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ისმის ჰანგები, ყველგან ისმის მუსიკა, ყველგან არის მოწოდება გართობისაკენ, ჭამას მისაკენ და დასვენებისაკენ, მთელი მსოფლიო
არის გახლართული, გაბანდული სასწარკვეთილებაში, შფოთში და მიზეზი ჩვენ თქვით, რაც არის, ეს არის დატოვება ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისა. ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც იყო აი ეს წუხარებაში და შფოთში, ერთი წმინდანი ასეთ ნუგეშს აძლევს. არ შეიძლება ქრისტიანი იყოს შფოთში და უნუგეშობაში, რადგან ჩვენ გვყავს მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი მაცხოვარი. და ეს არის, როგორც ვთქვით, ყველაზე დიდი ნუგეში და ყველაზე დიდი ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ამას. ეკლესია ნახეთ რამდენჯერ იმეორებს ამას. ქრისტეს აღდგომას. 40-მდე აძლევს ლოცვა-კურთხევას, რომ ადამიანმა გაიმეოროს ეს და ხშირად გაიმეოროს ამ დღეებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ მას სურს აღიბეჭდოს ჩვენს გულსა და ცნობიერებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც აცისკროვნებს საღვთო ენერგიას, რომელიც ახალისებს და განაახლებს ადამიანის ცნობიერებას, რომელსაც შემოაქვს ისეთი ძალა და მადლი ადამიანში, რომ ვერაფერი ამ ქვეყნიური შფოთს არ შეუძლია დაარღვიოს ის. ასეთია ქრისტეს აღდგომა, ასეთია მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ძალა. დღეს და არის ასევე განახლება და რას ნიშნავს განახლება? განახლება კვირა ცხოვლობა. ანუ კვირო გააცოცხლდა, პირდაპირ ვთარგმნოთ. კვირას გაცოცხლდაო. ანუ დღეიდან ყოველი კვირა აღდგომის გახსენება, ყოველი კვირა ტოლფასი აღდგომისა. ეს იმიტომ ხდება მთელი წლის განმავლობაში. ეს იმიტომ რომ არ აღმოიფხრას ჩვენში ეს აზრი, ეს არ წაიშალოს. იმიტომ რომ იცის რომ ცხოვრება და ცხოვრებისეული სიმძიმე ისეთი მძიმეა ცხოვრება, რომ შლის ყველაფერს სასიკეთოს ადამიანის ცნობიერებაში და მის მატრიცას. და ამიტომ ეკლესია სურს, რომ ისეთი რამ აღბეჭდოს ადამიანის ცნობიერებაში, რომელსაც ვერაფერი დედამიწაზე ვერ წაშლის, ვერც ერთი მწუხარება. იმიტომ რომ რა მწუხარება შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვყავს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. რა მწუხარება, რა შფოთი, რა განსაცდელი შეიძლება იყოს. და ამიტომ სურს, რომ აღებეჭდოს ეს ადამიანის ცნობიერებაში. განახლებით განახლდა არა მარტო კვირა, განახლდა სამყარო, განახლდა კოსმოსი, განახლდა ჯოჯოხეთი, რამე თუ ჩავიდა მაცხოვარი და აღადგინა მკვდრები. მაგრამ ყველაზე მთავარი განახლება მთელი ეს მაცხოვრის გამომხსნელი ღვაწლი არის იმისათვის, რომ განახლდეს ადამიანის სული. ესაა მთავარი ცენტრი კოსმოსის. ეს არის ღვთის ქმნილებათა გვირგვინი, ადამიანის სული. და მისი განახლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და მას ანახლებს, როგორც თქვით, აღდგომის მადლი და წყალობა ანახლებს მას. მაგრამ და ამიტომ ღმერთს სურს, რომ ამ განახლებით რაც სიკეთე მას გააჩნია, ყველაფერი მისცეს ადამიანს. ესე იგი წარმოიდგინეთ ჩვენ რომ არ გაგვაჩნია არაფერი, რამდენადაა ჩაკეტილი ადამიანი და რამდენად უღმართად ცხოვრობს, რომ ვერაფერ სიკეთეს ვერ იღებს ღმერთისგან. ოდნავ რომ ადამიანი შემოდრიალ ღვთისგან, ღმერთს სურს, რომ ყველა სიკეთე რაც მას გააჩნია და წარმოიდგინეთ რა სიკეთე გააჩნია ღმერთს. მისცეს ადამიანს. და მაგრამ ამისთვის ღმერთი აკეთებს ყველაფერს და გააკეთა ყველაფერი. იმიტომ რომ ძეთვის მხოლოდ ჩობილი მოსცა ადამიანთა და ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და ასეთი ღვაწლი დადო. მაგრამ მეორე პირობაც ხო არის, ადამიანმა ხომ უნდა დადოს თავისი. და რა არის ადამიანის პირობა? და ორი პირობა არსებობს იმისათვის, რომ შენ შეიტკბო და შეითვისო
მაცხოვრისებული განახლება, აღდგომისეული განახლება. პირველი, როგორც ამბობს პავლე მოციქული, ეს არის, რომ არაფერი არ უნდა დავაყენოთ ქრისტეზე წინ ამ ცხოვრებაში. თავარი ჩვენი საძიებელი, თავარი ჩვენი სიყვარული, თავარი ჩვენი ფიქრები, აზრები უნდა ეკუთვნოდეს ქრისტეს, მის მოძიებას. და პავლე მოციქული მოკლედ ამბობს, არაფერი არ მსურს ვიცოდე გარდა ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა. და მეორე პირობა, ესეც პავლე მოციქულის სიტყვებია, ვისაც არ აქვს სული ქრისტესი, ის არ არის ქრისტესი. და ვის აქვს სული ქრისტესი, ამბობს მაცხოვარი, მომბაძეთ მე, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ვისაც არ აქვს ეს მსგავსება, მას არ აქვს ქრისტესი. ამიტომ ქრისტე არის ანი და ჰოი, დასაწყისი, დასასრული, კურთხევა, წყალობა, განწმენდა, მადლი, მარადისობა, ადამიანის სუნთქვა, ადამიანის სიცოცხლე, ნამდვილი ცხოვრება, მისი ძიება, მისთან შეერთება, მასთან ერთობა არის უდიდესი მიზანი ადამიანისა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს მან და ამით იქნება ის ნეტარი და ბედნიერი და მის გარშემო ადამიანებიც იგრძნობენ ამ ნეტარებას, ბედნიერებას. ღმერთმა დააგვლოცოთ და გაგახაროთ ყველანი. ქრისტე